მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე. თუმცა აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქართველი მეწარმეები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა. ამ შეხვედრიდან გამოსულა მეწარმეებმა კომენტარები გააკეთეს, მაგალითად გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უბნის მაღაზიები დაიკეტა და მათი უდიდესი პროცენტი ქსელურმა მაღაზიებმა აიღეს და უკვე ქსელური მარკეტები კარნახობენ ბაზარს იმ პირობებს, რისის შესრულებას მწარმოებლებს გვიწევსო. ამის შესახებ კომპანია ფრიქსის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული მაღალი ქეშბექი არის ქართველი მწარმოებლების მთავარი პრობლემა. მოკლედ, რა არის მთავარი პრობლემა? რას ნიშნავს ხელისუფლების ეს დაწყებული კამპანია ფასების წინააღმდეგ? რამდენად გამოიღებს ის შედეგს? ამ თემებზე ვისაუბრებთ და რეალურად არის თუ არა ოპოზიცია მაღალი ფასებისკენ, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს. ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ოპოზიცია მაღალი ფასების მხარეს დადგაო. სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ჩვენი სტუმრები, ვასო ურუშაძე, ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს ის დავით ჟავანაძე, კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მაღალი ფასების მხარეს დადეკით თუ არა, ეს არის საინტერესო. მოდი. სად იყო ყობახიძე ჩვენ რომ მაღალ ფასებზე ვლაპარაკობთ და კონკრეტული კამპანია, წინასაარჩევნო კამპანია თუ მაგას წინასაარჩევნო კამპანიას დავარქმევთ და არჩევნებს ნაციონალური მოძრაობის ძირითადი ხაზი იყო სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება და მათ შორის მაღალი ფასები და ფასების შემცირება. ხო, გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ რო დავიწყეთო ბრძოლა, ხო, აი ოპოზიცია დაიწყო და ფასების იმას კი არ ამბობენ მერთან ბიზნესის მხარეს დადგაო, ეს არ აწყობთ, რომ თვითონ ხელისუფლება ბიზნესის მხარეს გამოვა, წინააღმდეგ გამოვა და ოპოზიცია ბიზნესის მხარეს. ამიტომ კარგი ტერმინი მოიფიქრეს. მაღალი ფასების მხარეს დადგაო. რაღაცები უნდა ვაღიაროთ და ერთ-ერთი რაც შეიძლება რომ მოუწონოთ ქართულ ოცნებას და არ ვიცი ვინ გეგმავს მაგათ ესე ვთქვათ PR კამპანიებს, კიდე პროპაგანდისტულ კამპანიებს, შეიძლება ესე უფრო უწოდო, ძალიან წარმატებით ამას ახორციელებენ. უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ დღის წესრიგს ფაქტიურად ქმნის უმრავლეს შემთხვევაში, თუ რაიმე საერთაშორისო მოვლენას არ აქვს ადგილი, ხელისუფლება, ქართული ოცნება და მათი პროპაგანდისტული ესე ვთქვათ არხები და გვალაპარაკებენ იმ თემებზე, რა თემებიც მათ აწყობს და ისე არის შემოგდებული ბჭყალებში ეს თემა, რომ თითქოს და მათი პასუხისმგებლობა გარიდებულია. ნუ ეხლა ფასებთან დაკავშირებით ხომ თავიდან ბოლომდე რატომაც არის დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ძვირი, მარტივად რო ახსნათ, არის ქართული ოცნების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის და კორუფციული ინტერესების შედეგი. და ეს არ დაწყებულა არც 1 წლის წინ, არც 5 წლის წინ, ეს დაიწყო ჯერ კიდევ 2013-ში. დაოსის ეკონომიკური ფორუმი აქტუალურია. ეხლა თუ გვახსოვს ბიზინა ივანიშვილი, მაშინ არავის კითხვები არ გაჩენია, იმიტომ რომ ყველა რაღაც გახარებული იყო, აჟიტირებული იყო, რომ ხელისუფლება შეიცვალა, დემოკრატიული გზით, არჩევნებით გადააბარეს და ასე შემდეგ და ნუ ხო, გასაგები მიზეზების გამო ესე ვთქვათ, მთელი ერი იყო აღფრთოვანებული, მაგრამ ეხლა რომ გავაანალიზოთ ბიზინა ივანიშვილი რას ლაპარაკობდა 2013 წლის დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე. მან თქვა, რომ საქართველოს არ არის სინამდვილეში წარმატებული სახელმწიფო, ეს არ არის ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელიცაც თქვენ ხედავთ და ვისალაპარაკება, ანუ გლობალური ეკონომიკის წამყვან სახელმწიფოებს და წამყვან ბანკებს და წამყვან კომპანიებს, ხო? ანუ პოტენციურად ვინც არის მომავალი შენი ინვესტორი და მომავალი შენი ეკონომიკური კონტრიბუტორი. მათ ეუბნება, რომ ის რომ ბიზნეს კეთების თვალსაზრისით ვიყავით მე-7 ადგილზე და ათეულში იყო ტყუილი და მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის თქვათ გამოგონილი ბლეფი, ის რომ ჩვენ ქვეყანაში
არ არის ეს თქვათ ელიტური კორუფცია და კორუფცია აღმოიფხვა. ანუ ის წარმატებები, რითაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საერთაშორისო დონეზე თავს იწონებდნენ, ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა და უთხრა რომ ეს არის ტყუილი და ბლეფი, ჩვენ ვართ პატარა სოფელი, რაღაც არ შემდგარი სახელმწიფო და უწონებდა არც ეგ არ დამავიწყდება სომხეთში ვიზიტის დროს სარქისიანს რო შეხვდა ბიძინა ივანიშვილი კომენტარი გააკეთა რომ აი იდეალური პოლიტიკა აქვს სარქისიანს და ესეთ პოლიტიკა უნდა გქონდეს საქართველოში ჩვენც და იმის შედეგებია ანუ იქედან მოყოლებული გაუარესდა ეროვნული ვალუტის მდგრადობა ანუ გაიზარდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში კურსი მაგრამ რამაც წელიწადია არა ხო და მაგას ვამბობ ანუ ეს შედეგები ანუ ახალ წლამდე კარგი ფასი გქონდა და ეხა გაძვირდა და ამიტომ ეხა დავიწყეთ ამაზე ლაპარაკი. ეს ხო არ არის. ეს პროცესი არის განგრძობადი 2013-12 წლიდან მოყოლებული. ანუ იზრდება ეს ფასები, იზრდება ჯერ ლარის კურსი იყო, მერე ინვესტიციები შემცირდა, მერე იმპორტზე დამოკიდებულება გაიზარდა, ლოგისტიკური ხარჯები გაიზარდა. ანუ ეს ჯაჭვური რეაქცია არის, რომ ერთი მეორეს მიყოლებით, შემდეგ ქმნის შედეგს. გაზრდილი ფასები არის შედეგი უკვე. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შედეგებზე და არ ვსაუბრობთ ეს შედეგი რითი მივიღეთ. და დაუბრუნდე აი პროპაგანდას, ხო? ერთი წლის წინ ჩვენ და არ ვიცი მე თქვენს ეთერშიც განვიხილავდით ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს თუ არა ჩინურმა კონსორციუმმა. და მაგალითად ჩინური ბანკი უნდა შემოვიდეს თუ არა საქართველოში და უნდა გასცეს თუ არა სესხები 4-5%-ში. ეს იყო შემოგდებული ჭყალებში თემა ქართული ოცნების მხრიდან და ამაზე გქონდა დისკუსია. სად არის ანაკლიის პორტი? აშენდა ჩინელების ინვესტიციით? ან ჩინური ბანკი თუ ვინმე მიცით, რავი, გითხარით ხო? არ არის. მერე იყო და არაბული ინვესტიცია შექმნეს, ანუ ჰაიპი შემოდის არაბული ინვესტიცია. ერთ მხარესაც ეს ინვესტიცია შეიძლება შემოვიდეს, ხო, არ ვიცი ჯერ. ანუ ხედა თვითონ მე ეჭვმეპარება მაგაში რომ ამ ინვესტიცია შემოვიდეს, მაგრამ წამო გვამჟელებდნენ და გვაკამათებდნენ და იყო ამას დისკუსიები, რომ კარგია თუ ცუდია არაბული ინვესტიცია. ეს თემა ამოეწურად, ჩახედეს კვლევებს, რა არის ხალხისთვის ანუ საზოგადოების გრძნობები. ხო, რა ეხა ბოლო, ავიც მე 20 წელია მე მგონი სულ ეგ არის კვლევაში პირველ ადგილზე, რომ ფასები არის მთავარი პრობლემა, უმუშევრობა და ასე ვილაპარაკოთ. ანუ დღის წესრიგი ხო უნდა შეიქმნას. ეხლა რა მე ყოველდღე ჩემოდივარ IPN-ზე, ხო? ხსნი და დღის წესრიგი რა არის? ანუ დღეს რა მოხდა? რაღაცა ხომ და იყოს, რომ აი გათენდა დილის 8 საათია, ან იკრიბებიან ხო თქვენი ჟურნალისტები ნიუსრუმში და რა საკითხზე უნდა ილაპარაკოს დღეს პოლიტიკურმა სპექტრმა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ. ამას ქმნის ხელისუფლება ხელოვნურად თავისი პირადი სარგებლიდან გამომდინარე და ეხა უნდათ რომ წარმოაჩინონ რომ ის ეკონომიკური და კორუფციული პრობლემები შედეგად კი არ არის ეს ფასი გაძვირებული. რაღაც მესამე მხარე არსებობს, das retail კომპანიები, ხო ნუ deep state-იც გავიარეთ, გლობალური ომის პარტია. ეხა რაღაც აი ახალი ტერმინები თან საზოგადოებას ამაში ვერ ერკვება, ხო აი retail კომპანიები ვერც იგებენ, რაზეა საუბარი, ნუ სუპერმარკეტები, ხო? ეს მარტივად რო ვთქვა, რომ რაღაც მესამე მხარე გააჩინეს რაღაცა რო აი თითქოს და იმათი ბრალია ეს გაძვირებული ფასები. დავით ჟავანაძე კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. რატო თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? არის თუ არა ეს რეალური პრობლემა მაღალი ფასები და სწორია თუ არა ხელისუფლება რო ებრძვის ამ მაღალ ფასებს? კი ბატონო, მაღალი ფასები ნამდვილად პრობლემა არის. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. პარტიებიც, არასამთავრობოებიც, ოღონდ ამაზე როცა ვსაუბრობდით და ამას ვამბობდით, მე ხელისუფლება ყოველ ჯერზე გამოდიოდა, ამბობდა რომ ეს არის მოგონილი პრობლემა და ბოლოს იმით დაამთავრეს, რომ კანონი მიიღეს და აგენტების იარლიყის მოწებებას ცადეს ყოველ შემთხვევაში, რომ აი ესენი ხარ ასე ლაპარაკობენ, ეს არისო ქვეყნის გადატრიალების მცდელობაო. გიდ კორუფციაზე, გიდ მაღალ ფასებზე, ამის გამო ამოატრიალეს ქვეყანა, გაწყვიტეს ევროინტეგრაცია, ყველაფერი იზოლაციაში მოაქცეს ამ ქვეყანაზე და ეხლა დაიწყეს ლაპარაკი, რომ აქ კორუფცია გვაქვს, აქ მაღალი ფასებია და თითქოს ამის მოგვარებას აპირებენ. რა თქმა უნდა, ეს არის მოსაგვარებელი. ოღონდ ქართული ოცნება ამას როგორ მოაგვარებს და ქართული ოცნებას ამის როგორ შესწევს ეს უნარი, ეს არის ცალკე საკითხავი ამბავი. იმასაც უპასუხებ კობახიძეს რო უთქვამს, რომ თუ მე აწყობს, რომ ანაიეთ გვაწყობს, ოპოზიციას გვაწყობს, რომ ამ ქვეყანაში იყოს ბევრი მდიდარი ადამიანი. ამ ქვეყანაში დღეს არის 710,000 სოციალურად დაუცველი. ამ ქვეყანაში თუ იქნება 7,000 სოციალურად დაუცველი, ქართული ოცნება არჩევნებს ვერ მოიგებს ვერასდროს. აი სულ რო გააყალბოს რაღაც მადუროსავით რო გააყალბოს, მაინც ვერ მოიგებს, იმიტომ რომ არ იქნება ზემოქმედების ბერკეტი, არ იქნება მოსყიდვის მექანიზმი, არ იქნება
იქნება დაშინების მექანიზმი, ანუ პრაგმატულად ჩვენ ოპოზიციას თუ რამე გვაწყობს ძლიერი, საშუალო და მდიდარი კლასი ამ ქვეყანაში. იმას თავი დავანებოთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და მაგაცავით ახლა 16 და 20.000 ლარი არ გვაქვს ხელფასი და არც მილიონები გვიწყვია სახლში და ის ფასი ჩვენ უფრო კმენს და გვტკბეს უპირველესად ისევე როგორც თელმოსახლეობას, როგორც მათ. ამიტომ არც პრაგმატულად, არც მორალურად ჩვენ ამ ქვეყანაში მაღალი ფასები არ გვაწყობს. ეხლა რაც შეეხება რეალურ მიზეზებს და თითქოს როგორ აპირებენ მოგვარებას. ხო, ეს სწორად აღნიშნეთ, რომ ბიზნესის მხარისკენ რომ მაღალი ფასების მხარეს დგანან, რომ რაღაცა ამ ქვეყანაში არეულობა მოხდეს, არა, ამ ქვეყანაში არეულობის მომწყობი და მთავარი დესტაბილიზაციის წყარო ეგენი არიან. ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა სტაბილური ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული გარემო. სწორედაც რომ არ არსებობს ეგეთი გარემო ამ ქვეყანაში, სწორედაც რომ მართლა ტროტუარის დგომის გამო ხალხი ქუჩაშია, პოლიტიკური ლიდერები ციხეშია, ხო, ჩემი პარტიის 3 ლიდერი ციხეშია, ნიკამილიეთ დაწყებული, ყველა დამთავრებული. ეს ამ ყველაფერს აქვს თავისი გადასახადი. ეს ყველაფერი ამ ქვეყანას უქმნის არასტაბილურ გარემოს, ამიტომაც არის ამ ქვეყანაში მაღალი რისკები ბიზნესისთვის, ამიტომაც არის ამ ქვეყანაში 15%-იანი საბანკო სესხები, განსხვავებით ევროკავშირისგან, სადაც არის 3 და 4%. ამიტომაც არის ასე ვთქვათ ამ ქვეყანაში მაგალითად აქციზიო გააძვირეს 3-ჯერ ბოლო 7 წლის განმავლობაში. ამან პირდაპირ გააძვირა მათ შორის პროდუქტის ფასი. ამაზე არ ლაპარაკობენ, რაღაცებს იგონებენ, რომ თითქოს ეხლა რაღაცა სუსტი შევიდა და გამოიძიებს რაღაცებს. გამოიძიონ აი იმ შედეგებს დადებენ და იმ პასუხებს გასცემენ ამ კითხვას, რასაც უკვე დიდი ხანია ვამბობ. თავრობა ცალკე შექმნა კომისია, სუსტი ცალკე იძიებს და პარლამენტში კიდე შეიქმნება ცალკე და ასეთი რა ჩახმართული საკითხია, რომ ამდენი გამოძიება ჭირდება, ცალკე მთავრობა იძიებს, ცალკე სუსტი, ცალკე პარლამენტმა უნდა გამოიძიოს. სპექტაკლი ვერ გაარკვიეს რატო არის ეს სპექტაკლი აი მე გეტყვით აი ჩვენ კოალიციას მათ შორის რაღაცა წინადადებაც გვაქვს და ნამუშევარი გვაქვს როგორ შეიძლება აი მომენტალურად ფასები დასტაბილურდეს და რაღაც მეებზე გაიაფთეს კიდევ პირველადი მოხმარების საგნებზე ხო მაგალითად საქართველოში რომ დერეგი არის 18% ყველა პროდუქციაზე პოლონეთში მაგალითად და რუმინეთში, რომელიც არის ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენი მსგავსი სოციალისტური ქვეყნები, ხო? იქ გადაწყვიტეს და ადგენენ და 18%-იანი დერეგი შეამცირეს 5%-მდე მხოლოდ პირველადი მოხმარების კალათაში არსებულ პროდუქტებზე. ფასები ეგრევე დასტაბილურდა და ეგრევე რაღაცა 10-12%-იანი შემცირება იყო. თუ ადგება მთავრობა და მაგას გააკეთებს საქართველოში და მოიკლებს თვითონ იმ შემოსავალს, დაახლოებით ბიუჯეტს მოეკლდება 800 მილიონის ესე ვთქვათ შემოსავალი. ხო, ეს 800 მილიონი იმას კი არ ვამბობთ, რომ ან სოციალურ ხარჯებს უნდა მოაკლდეს, ან გზა არ უნდა შედეს. აი მე გეტყვით, საიდან შეიძლება 800 მილიონი გამოინახოს. 400 მილიონით იზრდება საჯარო მოხელეების ხელფასი 2026 წელს და საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვს, ან დაბალი ხელფასები მაგათ არ აქვს და კიდევ 2026-ში ამით იზრდება და 500 მილიონი არის ყოველწლიურად გაცემული პრემია დანამატების რაოდენობა ამ იგივე საჯარო მოხელეებს, ხო? ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს ხალხის სახში გაუშვათ და ამათ ხელფასები შეუმციროთ. თუ გაიყინება ეს ხელფასი ამ წუთას იმ მაჩვენებელზე, სადაც არის და თქვა პრემია დანამატი შემცირდება და პირობითად პედაგოგი და პოლიციელი აიღებს პრემიას, მაგრამ არ აიღებს პარლამენტარი და მინისტრის მოადგილე და მერი და მისი მოადგილეები, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ აი დერეგეს შემცირებით მომენტალურად ეს გადასახადი ეს პროდუქცია გაიაფთეს. კიდევ ერთსაც გეტყვით, თუ ეს აქციზი რომელიც გასამაგდა ბოლო პერიოდის განმავლობაში მაგალითად დისტრიბუტორი კომპანიებისთვის რომლებიც აი მთლიანი ასე ვთქვათ საავტომობილო გადაადგილების დაახლოებით 15% შეადგენენ თუ მათთვის გაიაფთება თქვა აი 50% თუ შეუმცირდება აქციზი მხოლოდ აი ამ დისტრიბუტორ კომპანიებს დაახლოებით 80 მილიონის შემოსავალი მოაკლდება ბიუჯეტს აი ამ 80 მილიონის ასე ვთქვათ მოვეზრიტვა საიდან შეიძლება იცით მაგალითად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან რომელსაც ხარჯავენ ხოლმე იმის რა ქვია ახალი წლების კონცერტებისთვის ან რაღაცა ღონისძიებების ჩატარებისთვის ან რაღაცა ტაშპანდურის და ჭამასმის ხარჯებისთვის თუ ამასაც მოიკლებს კობახიძე რომელიც გამოდის და მოძღრავს ელემენტარულად შეიძლება რომ სამთოში ფასებს დაეთყოს ეს ყველაფერი მაგრამ ნუ ამას იზამით რა გამოჩნდება ხო გადასახადების პოლიტიკა ერთი არის კობახიძე ამბობს რომ გადასახადების გამოკლებითო გააზუსტა ისო 85%-ითო არისო საზღვრიდან მაღაზიამდე 85%-იანი ნამატია თუ 86. მე ამბობდი რომ ამას შეიძლება დღგ შედი შეიძლება იმპო არავა მაგის გამოკლებითო დღგ-ს იმპორტის გადასახადების საბაჟო თუ რაც არის ყველაფრის გამოკლებითო ემატება 86%-ო და ეს არის არანორმალურიო და არის ნორმალური რეალურად. აი ხა ჩვენ შეგვიძლია ჩავყვეთ ხა მიკრო დონეზე აი კვერცხი და წიწიბურა და ის სად რამდენი ფასნამატია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ის რომ ამ კომპანიებს აქვთ რაღაც გარკვეული პრობლემები და ადგილი აქვს მონოპოლიას და კორუფციას, არის დადასტურებული. ერთი იმით არის დადასტურებული, რომ თითქმის ყველა ეს კომპანია, რომლებიც არის წარმოდგენილი ბაზარზე, ანუ ისე ვთქვათ, მსხვილი
წილით, ძირითადად მათი მფლობელები, მათი დირექტორები და იმის მიღმა კიდე რაც ჩვენ არ ვიცით რამდენია არავინ არ იცის, არიან ქართული ოცნების შემომწირველები. დაახლოებით 15 მილიონი ლარია რაღაც პერიოდში შეწირული აი ამ კომპანიებიდან და მათთან აფილირებული პირების მიერ. ეს 15 მილიონი ლარი რომ შეწირეს მართლ პარტიას და ქართულ ოცნებას, ხა ვინმე დაიჯერებს იმას, რომ თავის ჯიბიდან ამოიღეს ეს ფული და თავის მოგებიდან ამოიღეს ეს ფული, ხო რა თქმა უნდა, შემდეგ იმ საოპერაციო ხარჯებში შეიყვანეს და ფასი მოუხდეს, ხო? და ის რომ რაღაც პრობლემა არის ამ კომპანიებს შორის, თავად ადასტურებენ. მე წარმოუდგენელი კომენტარები მოვისმინე შეხვედრაზე, როცა იყვნენ ეს კომპანიები დაბარებულები, გამოდიან, ანუ ერთის მხრივ ხელის მთავრობა ეუბნება, რომ ფასი უნდა შეამცირო. გამოდიან ისინი შეხვედრიდან, რა კარგია მთავრობამ რო გითხრა ფასი შეამცირეთო, ჩვენ ფასი უნდა შევამციროთო. ანუ თავისი პირით ადასტურებენ იმას, რომ ესე იგი ამის რესურსი არსებობდა, რომ ფასები შეემცირებინათ, მაგრამ ელოდებოდნენ მთავრობა როდის ამას ეტყოდა. ანუ თავიანთი კომენტარებით ადასტურებენ იმას, რომ პრობლემა რეალურად არის. და ხშირად გვსვენია ჩვენ, რომ რაღაც ადგილობრივი მწარმოებლებისგან არის რაღაც ბარიერები, ეს ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიები, აი მაგალითად Carrefour-ში პროდუქტს ვერ შეიტან, თუ რაღაც აი ბითელი ბიუროკრატია არ გადალახე, რაღაც cashback-ი არ გადაუხადე, არ ვიცი მე ვიღაცის რაღაც ინტერესები, ვიღაცამ თუ არ დარეკა, არის ეს პრობლემები ფაქტია. ისე გამოიკვეთა რომ ფაქტია რომ მქონდა, მაგრამ იმპორტიორებიც, ვისაც შემოაქვს საქონელი და ის მწარმოებლებიც, ვინც აქ ადგილზე აწარმოებს, ყველა ხელს იშვერს მარკეტებისკენ და ამბობენ რომ მარკეტების ბრალია ისინი მათ აქვს უსამართლო პირობები. ხო და და ჩვენგან ფულს ითხოვენ მაღალ. ეს არის აი ძალიან მიკრო პრობლემები, რომელიც შეიძლება რაღაც კუთხით გავლენას ახდენდეს, მაგრამ ის რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ფასები ძვირი, არის უფრო მეტად ფუნდამენტური პრობლემა. ეს არის ჩვენი სიღარიბის შედეგად. ანუ 5%-ია დაახლოებით, აი მთელი ეს ახლა სუპერმარკეტში რომ შევიდეთ, 5%-იც კი არ არის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. ეს არ იქნებოდა პრობლემა, მაგალითად სხვა რაღაცებს რო ვაწარმოებდეთ, რავი, თვითმფრინავებს ან გემებს და კაი წიწიბურად და ეს ყველაფერი შემოგვქონდეს, მაგრამ ეკონომიკა იმდენად დიდი იყოს, რომ ამით დიდად არ წყდებოდეს არაფერი. ანუ სოფლიო არის ერთიანი, ანუ გლობალური ეკონომიკა არის ერთი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელიც ან ვართ ამ გლობალურ ეკონომიკაში რაღაცის კონტრიბუტორები, ანუ რაღაცას ქმნით, რაღაცას ვყიდით, ანუ ვაწარმოებთ, ან სერვისს ვყიდით, ან რაღაცით ფულს ვაკეთებთ, ან ვართ უბრალოდ ღარიბები და ვართ მომხმარებლები. ეხლა წარმატებული სახელმწიფოები ქმნიან, ყიდიან და ყველაფერი, რაცაც ხელით შევეხებით, ეხლა რასაც ვხედავთ და რაც არის ჩვენ გარშემო, ყველაფერი არის სხვა ქვეყნებში ნაწარმოები პროდუქცია. და თუ ჩვენ არაფერს არ ვქმნით და გლობალური ეკონომიკისთვის გარდა ბორჯომისა და გარდა ეს ღვინისა დამაინტერესა 4 მილიარდი დოლარი არის დახარჯული აწარმოების საქართველოში პროგრამით დაახლოებით. და ერთი პროდუქტი დაგვისახელონ, რომელიც იყიდება დღეს სოფლიო ბაზარზე საქართველოში წარმოებული. ანუ თიძე ჩამოსათვლელი იყო რაღაც ღვინო იყიდება. თიძე, ხო ეს ღვინო მანამდეც იყო და ღვინოში ყველაზე ნაკლები არის კონტრიბუცია აწარმოების საქართველოში. ანუ უამრავი პროექტები არის, რომელიც თავიანთ ესა თუ პარტიულ და ნათესაურ და რაღაც კლანური მართლობის შედეგად დაარიგეს ეს ფული. ანუ თუ ჩვენ გვინდა რეალურად ფასები შემცირდეს, ანუ ფასების შემცირება კი უნდა იყოს მიზანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკის განვითარება როგორ შეიძლება მოხდეს, როცა ყოველწლიურად უფრო მეტად ხდებით იმპორტზე დამოკიდებული, უფრო მეტად ხდება იზოლაცია ჩვენი ქვეყნის გლობალური ეკონომიკისგან, არ ვითარდება არც სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, არ ვითარდება სხვა საფინანსო სექტორი, რომ მივიზიდოთ ინვესტიციები, შევქნათ ისეთი კლიმატი ქვეყანაში, აი მაგალითს მოვიყვან, ხო? ანუ რა შანსი ქონდა საქართველოს და გაუშვა ხელიდან, სადაც არის ყველაზე დიდი დანაშაული ქართული ოცნების. ყოველთვის ქონდა იმის პოტენციალი, რომ საქართველოს გამხდარიყო სატრანსპორტო ლოგისტიკური ხაბი ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ქონდა პოტენციალი, რომ ეს ფინანსური და ეკონომიკური ხაბი ყოფილიყავით, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი აღმოჩნდა საერთაშორისო სანქციიდან 2022 წლიდან, საერთოდ დაგვეცა გაათმაგებული შესაძლებლობა, რომ მთელი ეს კომპანიები, აი რასაც ხედავთ ახლა ხო სუპერმარკეტებში, რა პროდუქციაც არის ევროპული და ამერიკული, მათ შორის წარმოდგენილი, იყოს ნაწარმოები რუსეთში, სამწუხაროდ. იმიტომ რომ რუსეთი იყო ძირითადი
ეს უკვე ჰაბი, რომელიც მთელი ცენტრალური აზიის, კავკასიის და მათ შორის ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ამარაგებდა ყველა პროდუქციის შოკოლადიდან დაწყებული, კარაქით დამთავრებული და როგორც კი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთი, ყველა ეს კომპანია იმ მომენტიდან გავიდა ბაზრიდან და ეძებდა ალტერნატიულ ქვეყნებს, სად გადაეტანა წარმოება. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ჩასულიყო შეხვედრო და შეეთავაზებინა საქართველოს როგორც პლატფორმა წარმოებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, რომ გარდა იმისა, რომ ფასები შემცირდებოდა, იმიტომ რომ ჰაბი გავხდებოდა და ჩვენი რეგიონიდან მომარაგდებოდა მთელი ეს ჩვენი სამეზობლო სახელმწიფოები, სამუშაო ადგილები ხო შეიქმნებოდა, ეკონომიკა ხო განვითარდებოდა და ნაცვლად ამისა, ვერც ერთი კომპანია ვერ შემოიყვანეს, რაღაც იყო აი თავისით მოდიოდნენ, აი მაგალითად Red Bull-ს ხონდა რაღაც ინტერესი სხვა, აი ვერ იგებდნენ ვისთან უნდა ელაპარაკათ, ვისთან უნდა მიეწოდებინათ ეს ხო და ერთადერთი რაც ხო, ერთადერთი ხო 20% ხონდა ეს ყველას რომ 20% ვერ აი ესეთ კომპანიები ხარ წარმოგიდგენ როგორ შეიძლება გააგებინო Red Bull-ის ქარხანას 20% რომ ვიღაც უნდა მისცე. ანუ ეს მიდგომა და ეს მენტალობა ხო იყო დამანგრეველი და ერთადერთი რაც შევძელით, ანუ გამოიყენა ოღონდ შემოტრიალებულად რუსეთის სანქციებისგან თავის არიდების რაღაც ხრელი გავხდით, სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით მოძრაობდა და აქაც ეკონომიკაში კი არ შემოდიოდა ეს ფული რაღაც დიდრდებოდა კონკრეტული პირები და ჩინოვნიკები და რა მდგომარეობა მათ ირგვლივ ხედავთ. ამ თემაზე ესე ვკითხო, ანუ თუ ჩვენ ახლა მივიღებთ შედეგად იმას, რომ ახლა შემცირდეს პასები, ხო? ხელისუფლება იტყვის, რომ აი მართალ ყოფილა, გულებსაც დაიწერს, ოპოზიციას ეტყვის, რომ აი თქვენ ამბობთ თუ არაფერი არ გამოვა, მაგრამ გამოვიდა, ხო? გამოვიძიეთ, რაღაცები დავადგინეთ, შეიძლება კანონებით შევცვალოთ, თქვა კობახიძემ. კი, ასაგებია რომ PR-ს იკეთებენ და ამიტომ არის სამი კომისია შექმნილი და კიდე ახლა პარლამენტმა ცალკე უნდა იძიოს ეს, მაგრამ შედეგი თუ დაიდო, მე რა ხდება? მერითმაც ქნას რომ შედეგი დაიდოს და ფასები შემცირდეს. ოღონდ მე გეტყვით სავარაუდოდ რა შეიძლება მოხდეს. ერთი ის რომ საერთოდ არაფერი არ მოხდეს და ეს თემა ისევე უბრალოდ რაღაცა შოუთ დარჩეს, როგორც ბევრი აქამდე გვინახავს და მეორე შეიძლება მოხდეს ის რომ რაღაცა ხელოვნური ჩარევით, რომელიც რეალურ მიზეზს არ განკურნავს და გამოიკვლევს, მაგალითად აპრილში შემცირდეს თქვათ პური 10 თეთრით და ივლისში გაძვირდეს 25 თეთრით. აი ეს იქნება უდიდესი ალბათობით. იგივე მოხდა, ოღონდ აი ეს კი არ ვიგონებ, ლუკაშენკომ გააკეთა, იგივე მადურომაც გააკეთა სხვათა შორის. საინტერესო ხალხი აკეთებს ის ეგეთ ექსპერიმენტებს. ლუკაშენკომ 22-ში ეგრო გააკეთა, რასაც ახლა ესენი შვებიან. ის ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილი პრობლემები აღმოეფქვა, შემცირდა თავიდან ინფლაცია რაღაცა დავიდა 35%-დან 15%-ზე და შემდეგ წლების განმავლობაში იზრდება და იზრდება. დღეს მაგალითად ბელორუსში 20-22 წელთან შედარებით ფასები აი ამ პირველი მოხმარის პროდუქციაზე არის 38%-ით გაძვირებული. ანუ უფრო 20-22-ში უფრო კარგად ცხოვრობდა ბელორუსში ხალხი მაგ მიმართულებით, ვიდრე ახლა. ეს ამბობენ რომ ბელორუსი აწარმოებს პროდუქციას. ხო, ბელორუსი უკეთეს მდგომარეობაში, ეგ ბელორუსი პროდუქციას აწარმოებს და მაინც ეს დაემართათ, რასაც ახლა ყვებით. ეს ნიშნავს, რომ ისინი კიდევ უკეთეს მდგომარეობაში არიან და თუ ესენი ზუსტად იგივეს გაიმეორებენ, ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილ პრობლემებს უპასუხონ, მაშინ ამ ქვეყანაში ჩვენთან კიდევ უარესი მოხდება, თუ საერთოდ რაიმე მოხდება, იმიტომ რომ შეიძლება სულად შოუთ დარჩეს. ეხლა იმასაც უპასუხებ, წეგარ ვთქვით, რომ 86%-ში არ შედის DGG-ო. ხო, ჯერეთი ეგ манипуляცია. DGG არ შედის, მაგრამ რატო? რომ შევიყავოთ DGG და დახლიდან კი არა, იმიდან კომპანიიდან რომ საწყობიდან რომ მოდის ეს პროდუქცია იქიდან რომ დავთვალოთ რა, ის 18% არ გამოაკლდება იმ ღირებულებას, მაგრამ მოდი ამ 86%-ზე ვისაუბროთ. ამ 86%-ში არის უამრავი უხილავი გადასახადი. რომელსაც ესე გადასახადი შეიძლება არ ქვია და DGG არ ქვია და საშემოსავლო არ ქვია, მაგრამ გაცილებით დიდი ტვირთი არის და გაცილებით მეტი გადასახადი არის რეალურად ბიზნესისთვის და ყველა წარმოებისთვის, ვიდრე ჩვენ წარმოგიდგენია. მაგალითად ამ 86%-ში, მათ შორის ის 15%-იანი სესხი შედის, რაც მე ვახსენე და რომელიც გადასახადი ესე სულაც არ არის, მაგრამ წარმოვიდგინეთ ახლა მე რომ წარმოებელი ვარ, დისტრიბუტორი ვარ თუ ნებისმიერი მეწარმე ვარ, იმ სესხს რო ვიღებ, იმას ვიხდიან რომ 15% მე მემატება გადასახადი. ამ 86%-ში შედის მათ შორის ის აქციის გადასახადი, რაც ვახსენე, ხო, რომელიც გასამაგდდა და დაახლოებით 12 თუ 13%-ია დღეს ეგ გადასახადი საწვავზე და ამაში ესეც შედის, ანუ თუ მე 5 წლის წინ მიწევდა თქვათ ბენზინი, აი დღეს რო ვიცოდეთ ბენზინი რო ღირს 3 ლარი, აქედან ზუსტად 1 ლარი არის გადასახადების. დაახლოებით 55 თეთრი არის DGG და დაახლოებით 40 თეთრი არის, 45 თეთრი არის აქციის გადასახადი. ანუ ეს ამ 86%-ში შედის. ეხლა კიდე რა შეიცს ამ 86%-ში? კაი, ეს თქვათ სუპერმარკეტების და პირველი მოხმარის პროდუქციაზე საუბრობ და გასაგებია რაღაცებს, რასაც ამბობენ, მაგრამ რო გაორმაგდა ბოლო 10 წელიწადში მაგალითად ჯანდაცვის ხარჯები. რო გაორმაგდა და გასამაგდა ბევრი სახელმწიფო სერვისი. აი რაღაცა რეგისტრაცია, მიწის, ბინის, პასპორტის აღება რო გაორმაგდა,
ჯანდაცვა რო გავრო ხო, ეგ საინტერესო კითხვა არა, ეგეც ბიზნესმა ხო არ გაზარდა. ეს პასპორტის ფასი ბიზნესმა გაზარდა, ხო? სახელმწიფომ გაზარდა. თბილისში პარკირების ჯარიმა. აი მაგამდეც უნდა მივიდე. ნახეთ, აი მამუკა მინდა იუსტიციის სახლში შევა და დაიწყოს ფასების გამოძიებას თუ რასიზებს. ეს ყველაფერი რო გაორმაგდა და გასარმაგდა ბოლო წელიწადში, ეს ყველაფერი აი 86% ფას ნამაჩი შედის. ეხა ჯარიმები ახსენა ვასუმ, აი მე გეტყვით მაგალითად. ეს ჯარიმები რო 10 ლარი ყიდა და 50 ლარი რო გახდა. მაგრამ მოაგვარა ამ ქვეყანაში პარკირების ან იმის საცობების პრობლემა ძლივს მოვედი აქამდე, გადამოხვდი გაჩერების მოძრავი მანქანიდან, იმიტომ რომ მუდმივად საცობი არის ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში და ეგ არ გვარდება. მაგრამ გახუთმაგდა ჯარიმა. ამას გარდა მაგალითად წინა წლებში შეზღუდეს გაბარიტული, საშუალო გაბარიტული სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დილის 8-დან 11 საათამდე საღამო პიკის საათებში შეზღუდეს რა და ამაზე მაშინდელ მოადგილეს ხმალაძეს, რომელიც ახლა გამზადებული არის დასაჭერად. უთქვამს პირდაპირ ეს არსებობს ინფორმაცია, რომ მე სულ არ მაინტერესებს, თუ მაგის გამო თუ ის გაძვირდება პროდუქტები, მთავარია მან არ გაიაროს ის მანქანაო. ეხლა რა გამოვიდა საბოლოო ჯამში, იცით რომ დისტრიბუციას გაუორმაგდა ხარჯი, იმიტომ რომ ერთი გაბარიტული მანქანისას დადის ორი პატარა მანქანა, საცობი კიდევ უფრო ვარესად შეიქმნება მაგის გამო, სამაგიეროდ ხარჯი გაზრდილია და ეს ხარჯი რაც გაიზარდა ამაზე, შევიდა 86%-ში. და ამას კი არ მოყვება ოცნება და კი არ იტყვის რომ ჩემი ბრალი არისო. იმას თავი დავანებოთ, რომ ამ ქვეყანაში მუდმივი პოლიტიკური ასტაბილურობა რო არის, რო ინვესტიცია არ შემოდის და არავინ რო არ ელაპარაკება ამათ საერთოდ ევროპაში და ამერიკაში, ეგ პირდაპირ ზრდის იმის რისკს, რომ აქ რაღაცა არც ბიზნესი ჩადებს, ასე თქვათ, ინვესტიციას და არაფერი არ მოხდება. ერთსაც დავამატებ კიდე, რომ ეს ვალუტა 90% გაიზარდა 2013 წლიდან დღემდე. ესე იგი, ეს 90% რო გაიზარდა, ეგ უკვე ავტომატურად აისახა ფასზე და ეგ 90% გაზრდილი ვალუტა, რომელიც ჩვენ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, შედის იმ 86%-ში. და ბოლოს რას მივიღებთ, იცით? ამ 86%-დან 75% არის განპირობებული ქართული ოცნების, ანუ ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოთ. იმასაც დავამატებ, რომ სახლში რო 8 მილიონი უდევს ღარიბაშვილს და ვიღაცას ოქროზოდები და 15000 ლარი რო ყავლაშვილს ხელფასში, რომელიც აი საერთოდ პოლიტიკური სიცარიელი არის, ეგეც აძვირებს ფასებს, იმიტომ რომ აი ამ რაღაც ხელფასების ზრდა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილის ზრდა, იმას კი არ მიყვება, რომ აქ წარმოება იზრდება და ეკონომიკა იზრდება და ინვესტიცია იზრდება. მე უბრალოდ თავის კეთილ დღეობას იმეშვებიან და გამოდის, რომ ტალახაძეს რო შეუძლია მის 13000 ლარიანი ხელფასით იყიდოს რაღაც ერთი დეპუტატის ხელფასი არის 28-ჯერ მეტი ვიდრე ერთი პენსიონერების ხელფასი. ანუ 28 პენსიონერს არ შეუძლია იმ ხარჯის გაღება, როგორც ერთ დეპუტატს შეუძლია და ეს რო გაბერილია ესე ხარჯები, აისახება ფასებზე, იმიტომ რომ ფულის მასა გაზრდილია, რაღაცა მეტის გადახდა შეუძლია ადამიანებს, ოღონდ თანაბრად კი არ შეუძლიათ. ერთ დეპუტატს შეუძლია გადაიხადოს 28 პენსიონერის ოდენი ფული რაღაცა პროდუქტში და ის 28 პენსიონერი მე იმ პროდუქტს რო აყიდულობს და ესენი ყიდულობენ და აი ეს არის უთანასწორობა, სიღარიბე და კორუფცია. ამ 86%-ში ეს ყველაფერი შედის, ოღონდ მაგას კობახიძე ხო არ იტყვის და ვერც მოაგვარებს ჩვენი აზრით. ამიტომაც არის მათი ცვლილება და ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილება აუცილებელი, თორე ნეტა გაიაქვთ ეს, რავი, მე ჩემზეც აისახება ეგრევე მომენტალურად. გასაგებია, ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ვსწრებთ ერთად და უკვე სხვა პოლიტიკურ თემებზე ვისაუბრებთ. ეხლა ვისაუბრებთ ფასებზე, გადავალთ პოლიტიკაზე, ვასო ურუშაძე და დავით ჟავნაძე არიან ჩვენი სტუმრები. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც იცით, ჩვენი სტუმრები არიან ვასო ურუშაძე, ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი და დავით ჟავნაძე, კოალიციის სრულებისთვის წევრი. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ფასების შემცირების პოლიტიკაზე, იცით რომ ხელისუფლება აპირებს ფასებთან ბრძოლას სამი კომისიით, სამთავრობო კომისია ცალკეა, საპარლამენტო ცალკე იქნება და სუსი ცალკე იძიებს. ნახოთ რა შედეგი დადგება აქედან, გადაცემის ნაწილში მინდა უფრო პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბროთ. სულ არის კვლავ წამოიჭრა თემა ეს რაღაც ოპოზიციის გაერთიანება, მერე ისევ ერთმანეთის ბრალდებები და დაუსრულებელი საუბარი ამაზე გაერთიანება, არ გაერთიანებას უნდა გაერთიანდეს, არ უნდა გაერთიანდეს და რა უნდა მოხდეს, ყველა უნდა გაერთიანდეს თუ ნაწილი გაერთიანდეს და ასე შემდეგ. ყველას თავისი აზრი აქვს და აი ამ წრეზე ვტრიალებთ უკვე რავი რამდენი წელია, ხო? არ ვიცი, ვასო თქვენგან დავიწყოთ. ნაციონალურ მოძრაობაც სულ ახსოვს, რომ იძახეს გავერთიანეთ, მაგრამ კონკრეტული შეთავაზებაც ჰქონდა. ან რატო ვერ ერთიანდებით და ასე შემდეგ. პირველი იყო ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ეგ საერთოდ სასამართლო ცდომაზე, რომ საერთოდ იყოს X რომელიმე პოლიტიკური პარტია, რაღაც X ნომრის ქვეშ და საერთო სიგა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც წინა არჩევნების შედეგებით ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და ყველაზე ესე ვთქვათ, შეიძლება ესე ვთქვათ, გადამწყვეტი სიტყვის მატარებელი, თვითონ გამოდიოდა ინიციატივას და რა ვიცი, ჩემი გადმოსახედიდან თმობდა
ანუ ყველაფერს რაც შეიძლება პარტიამ დათმოს, ანუ ნომერი, ესე ვთქვათ, სია და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ხა ამის გარჩევას აზრი არ აქვს, მოხთ იმის თქმა მინდო რომ ნაციონალურ მოძრაობა ყოველთვის არის მზად და მოწადინებული რომ იყოს ერთობა, იმიტომ რომ ჩვენ დღეს უკვე ისეთი გამოწვევების წინაშე ვართ, რომ სახელმწიფოში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს დემოკრატიული ღირებულებები და ზოგადად არჩევნები რო არსებობდეს, ანუ ეს იდეა გვაერთიანებს უკვე. შეიძლება ხო რაღაც ეტაპზე სახელმწიფო იყოს მისული, რომ განსხვავებები არსებობდეს საარჩევნო პროგრამებს შორის. ანუ ვიღაცას ცოტა ესე ვთქვათ, ულტრამემარჯვენე ხედვა ჰქონდეს, ვიღაცას მემარცხენე შეხედულებები, ვიღაცისთვის პრიორიტეტი იყოს რაღაც ეკოლოგია, ვიღაცისთვის იყოს ინვესტიციები და ესე ვთქვათ, აგრესიული ეკონომიკური განვითარება და გასაგებია, რომ ვერ გაერთიანდეს ოპოზიციური პარტიები, იმიტომ რომ ხედვებსა და ღირებულებებს შორის და რაღაც პოლიტიკურ ვექტორს შორის განსხვავებებია. მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ ამას საუბარი ზედმეტი, ანუ ისედაც გაერთიანებულები ვართ, რა სასამართლოში რომ მიხვიდეთ, საქალაქო სასამართლოში თბილისში, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს გაერთიანებული ოპოზიცია იქ დგას. რომელიღაც ოპოზიციის პარტიის ან სასამართლო პროცესია, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის აქტივისტს იჭერენ, არ არსებობს დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ არ მიმდინარეობდეს ოპოზიციურად განწყობილი ან ოპოზიციური პარტიის წევრი სასამართლო პროცესი. და იქ არის ერთი პარტიაც. აგერ ვაშაძე 2 დღის წინ გამოვიდა და ეხლა დაიბარეს. ხო და ანუ ამიტომ დღეს უკვე აი რაღაც 15 ბუნებრივ ანუ მოცემულობა შეიქმნა ისეთ რომ ყველა არის გაერთიანებული. იმიტომ რომ დღეს ამოცანა ხო ამოცანა არის ის რომ შედგება არ შედგება აქ აზრი არა ამოცანა არის თუ ვიღაცა იტყვის უგაერთიან კიდევ და დაგერ ერთად იყავით ისედაც ხო ნაციონალურ მოძრაობიდან არის ნახევარი ოპოზიცია გამოყოფილი ხო მაშინ რაღაც დაიშალნენ თავის დროზე და ნუ მოკლედ ბევრი პრობლემა არის და იქნებ სხვა გზა არის რაღაცა მოსაძებნი თქვა ამას ვაპარაკობთ დათო თქვენი კოალიცია ცვლილებისთვის რას ფიქრობს გეტყვით იცით რა სწორი მოუდინები უნდა იყოს მათ შორის შექმნილი ხალხისთვის და მათ შორის უკვე ისეთი მდგომარეობა არის სწორი ტერმინებიც უნდა შევარჩიოთ რა ეს გაერთიანება ერთობა რაღაც ეს სიტყვები რაღაცნაირად ისეთი გახდა რა ცოტა გაუფერული და სხვადასხვა მიზეზის გამო ობიექტური მიზეზების გამო და როცა ვამბობთ რომ ოპოზიციის გაერთიანება შეიძლება ვიღაცებს გონია რომ მართლა რაღაცა ერთი პარტიის თუ ერთი სიის ქვეშ თუ არ გაერთიანდი ესე იგი თქვენ ყველა ერთმანეთის მტრები ხართ და რაღაც ანუ სინამდვილეში მაგაში არის საქმე აი ჩვენი აზრი და ჩვენი წარმოდგენა ზოგი ესე მაგალითად პეტრე ცისკარაშვილი მოვიფიქრე და თუ ეს რაღაცა ერთიანი ის არ იქნა ხო, საბჭო ერთიანი სია, ერთი ლიდერი ან რაღაცა, მაშინ რა აზრია? აი მე გეტყვით რა. თავარი არის შეთანხმება სტრატეგიაზე, პრინციპებზე, ბრძოლის მეთოდზე და მათ შორის შეთანხმება თუნდაც რაღაცა ეგრეთ წოდებულ message box-ზე, როგორ უნდა ელაპარაკოს ქვეყნის. ეს რო მოხდება და ეს როცა მოხდება მაგას შეთანხმებას რა უნდა ხდება? მაგაზე რა აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რთული. მაგაზე რომ ვერ მოხდა შეთანხმება სხვადასხვა დროს, მაგიტომაც ვერ წავიდა უფრო წინ, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა გაერთიანების თუ ერთობის პროცესში. ანუ ჯერ რაღაცა ერთიან სიას რა აზრი აქვს თუ იმ ერთიან სიაში ან იმ რაღაცა იმ ერთ ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები ვერ თანხდებიან ელემენტარულ რაღაცას, მაგრამ თუ ვერ თანხდებიან, აჩვენებს უნდა შეხვიდე, არ უნდა შეხვიდე, რაღაცა ის უნდა მოაწყო, თუ არ უნდა მოაწყო. ანუ თუ თანხდებით სტრატეგიაზე და პრინციპებზე, მე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დანარჩენ სხვაზე. აქ როცა აი ხა საუბარი თუ იმაზე რომ ჯერ გავერთიანდეთ ორგანიზაციულად და მე დავილაპარაკოთ ერთმანეთში, აი ზუსტად ეგეთმა მცდელობებმა წარსულში არ გამოიღო შედეგები. ამიტომაც ჯობია ვისწავლოთ ჩვენი გამოცდილებიდან და ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ და მე ვიმუშაოთ უფრო მეტ დაახლოებაზე. ხო, მაგრამ ამდენი რა აი ნახე პეტრე ცისკარაშვილი ციტატას დავიკითხავ. დეკლარაციებზე ხელის მოწერის ამჯერა იმის თუ შედგება ერთიანობა, ერთიანი გუნდით, ერთიანი სტრუქტურით. შეთანხმება დეკლარაციებზე ხელის მოწერა ასეთი რაღაცების ამჯერა. ხალხი რომ იტყვის ხელისუფლების ალტერნატივა, აი ეს არის ეს პოლიტიკური გუნდი. მას აქვს სახელი თუ რაღაც კოალიციის სახელი დასპარეზოს, მაშინ არის რეალური, ნამდვილი ერთიანობა. არა, დეკლარაციაზე ხელის მოწერა რაღაცა ის ხო არ არის, თავს ხო არ ვიტყვებ დეკლარაციაზე ხელის მოწერის მიზანი უნდა იყოს სწორედ ის, რასაც ამბობს პეტრე, რომ შეთანხმება ერთიანობის გამოსხივება ამ ნაწილში და მე უკვე ხალხისთვისაც გასაგები რო გახდეს და გარეთაც გასაგები რო გახდეს, რომ ერთიანი გუნდი უნდა იყოსო, ერთიანი სტრუქტურა უნდა იყოსო. ერთიანი გუნდი და სტრუქტურა რო იყოს. ნახეთ, გუნდის და ალტერნატივად არ გიქვას. შეთანხმებით აბსოლუტურად. თქო, აი მე როგორ ხედავთ, მაგას გეტყვით. სტრუქტურის და გუნდის ფორმირება არის მეორე და მესამე ეტაპი და პირველი ეტაპი არის შეთანხმება სტრატეგიაზე, სიტყვის ფასის და მაგაზე რატო ვერ თანხმდებით? აი იცით რა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცა მაურია ეს ყველაფერი.
ჯერით იმასაც ვიტყვი, რომ პოლიტიკა არ არის რაღაცა სტატიკური პროცესი, როცა ერთხელ შეთანხმდები და ის თუ შეთანხმებული იქნება, მუდმივად იცვლება გარემოებები და ამას მუდმივად უნდა აუწყო ფეხი, ანუ თუ ვერ შევთანხმდით 8 თვის წინ, ეგ არნიშნავს, რომ ვერ შევთანხმდებით დღეს, ან ვერ შევთანხმდებით 8 თვის შემდეგ. ეხლა აქამდე ამ 2025 წელში მაგალითად არჩევნების შემდგომ სხვადასხვა დროს ოპოზიცია იყო საკმაოდ ერთიანი. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გარშემო როდესაც პლატფორმის ფარგლებში ვიკრიბებოდით პოსტ საარჩევნო პერიოდში, აქაც ეს ერთიანობა იყო ოპოზიციის რეალურად. ამის მერე როცა არჩევნებზე შესვლა არ შესვლის ამბავზე გაიყო და ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის და ჩვენი ჩათვლით იმ 8 პარტიის ფარგლებში თანამშრომლობდნენ. ეგეც ერთიანობა იყო ოპოზიციის და ძალიან კარგად გამოგვდიოდა. მე მანდაც რაღაცები შეიცვალა. ანუ ნახეთ, ისე რომ არ ყოფილა ოპოზიცია ერთიანი არასდროს, ეს არ არის სწორი, მაგრამ რა თქმა უნდა, საკმარისი ეს არის და საჭირო არის, რომ უფრო ფართო იყოს ეს ერთობა და ამიტომაც ბოლოდან კი არ უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ ჯერ ორგანიზაცია და სტრუქტურა და მე აპარატზე ვთანხმდებით, არამედ ჯერ შევთანხმდეთ. რომ რა არის ბრძოლის მეთოდი, ქუჩა არის ბრძოლის მეთოდი თუ საკრებულო არის რაღაცა. ამაზე ხო რა შეთანხმებული ხარ, ხო ეხლა ძირითადი პარტიები. აი ორი პარტიის ბევრი საკითხია, იცით, თან გარემოებები მუდმივად იცვლება, ხა იგივე ლელოზეც უნდა ვთქვათ, რომ ლელო მაგალითად ჩვენი აზრით შეცდომა დაუშვა, როცა შევიდათ ადგილობრივ სამართლებრივ საჩვენებაში და ამაზე ჩვენ ძალიან კაცი პოზიცია ჰქონდა და მე საკრებულოში შევიდა, ეგ არნიშნავს, რომ ლელო არ არის ოპოზიციური პარტია და ლელო არ არის დევნილი პარტია, ისევე როგორც ჩვენ ვართ და ის რომ რაღაცა ლელოს არ უნდა ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამიტომაც გასაგებია რომ გავიარეთ ეს პროცესი, ლელო დაზიანდა მაგით და მის მამონჩელობა გასცა ამაზე პასუხი, მაგრამ ეხლა დღეს უნდა მოვძებნოთ ახალი შეხების წერტილები და ამაზე არის მუშაობა და არა ის რომ რაღაცა ორგანიზაციული ერთობა. ამიტომაც რომ შევაჯამო მოკლედ, ეს რასაც თქვათ, რაც პეტრემაც ახსენა და რაც თქვენ თქვით, ეს არის მეორე და მესამე ეტაპი და პირველი ეტაპი და უმნიშვნელოვანესი არის შეთანხმება ამ შეთანხმებაზე და სიტყვაზე ფასის დადება და მე მიყოლა ამებას და ამის მერე უფრო გაადვილდება ორგანიზაციული ერთობაც, თუნდაც სიის ფორმირება თუ ეს იქნება საჭიროება და თუ არჩევნებას მივახსენებთ და ნებისმიერ სტრუქტურის შექმნა და ამიტომაც ეს არის სწორი გამოსავალი და ამიტომ ჯობია რომ ასე მივყვეთ და მე მოუწოდებთ ასე თქვა ვეტყოდი მოსახლეობას რომ ნუ იქნება ნიჰილისტურად განწყობილი, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი არის მუდმივად მოძრავი, მით უმეტეს რომ იცვლება გარემოებები, ხან ვიღაცა ციხეში მიდის პოლიტიკა. ეხლა ეს ლიდერები რო ციხეში არის, ამდენი ეს მათ შორის ართულებს ამ პროცესს. ხო, ეხლა კი ჩვენს ვლაპარაკობთ ერთმანეთში და არსებობს გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციის, მაგრამ ლიდერების ციხეში ყოფნას მათ შორის თავის დარგოლება აქვს. გამოდიან ნელ-ნელად, უკან არ შეაბრუნეს. ხო, ეგეც ხო არ არის გარანტირებული, ამიტომ რთული პროცესია, მაგრამ მუშაობა მიდის. ჩვენ მთავარია რომ ერთიანები ვართ იმაში, რომ ხო რა ვიცი ბიძინა ივანიშვილის არსებობა ამ ქვეყანას უქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს საგარეო და საშინაო ფრონტზე და იმისთვის რომ მეტი ორგანიზაციული ერთობა ქონდეს და მეტი რაღაცა ასე თქვათ მზად ვიყოთ აი ამ შეწინააღმდეგებისთვის ამაზე დავიწყოთ ჯერ შეთანხმება სტრატეგიაზე, პრინციპებზე და სიტყვაზე და მე გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს არის ჩვენი გზა. ასე ვფიქრობ, რა ბრკოლებს ამ პროცესში. ჩემი აზრით ძალიან ბევრი რამე აბკოლებს და ერთ-ერთი რაც არის იმდენად შევედით აი პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პარტიულ დღის წესრიგში, შეიძლება ეს ძალიან დიდი ხანია დაწყებულია რა, ვერც ვიტყვი ხა, ოდის დაიწყო რა ეს პროცესი ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკურ სპექტრს ავიწყდება რიგ შემთხვევებში რა არის მათი დანიშნულება და რა არის რეალურად მთავარი აქტორი ხო, მთელი პოლიტიკური პროცესის არის საქართველოს მოქალაქე. პოლიტიკური პარტიები არის უბრალოდ ინსტრუმენტები, ან შუამავლები მოქალაქეებსა და სახელმწიფოს სტრუქტურებს შორის. ანუ როცა ჩვენ რაღაც ეტაპზე ვერ ვამყარებთ ისეთ კომუნიკაციას ჩვენს მოქალაქეებთან, რომელიც არის საჭირო პოლიტიკური პარტიებისთვის, ხო? მაშინ იწყება ყველა პრობლემა. უნდა დავიწყოთ აი ძირიდან. ან პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა შევასრულოთ დაკვეთა, რაც არის ხალხში და არის საქართველოს მოქალაქეში, ხო? ანუ ამას მანამდე ვერ გავაკეთებთ თუ ყველა არ შეთანხმდება და მე მგონია რომ ამის ასე ვთქვათ მოგვარება ყველაზე მარტივი არის რომ მოდი გავაკეთოთ ის რასაც დაგვავალებს ის ადამიანები რომლის ასე ვთქვათ ხმაც და რომლის ასე ვთქვათ ამოცანა რომ ჩვენ რაღაც შევცვალოთ ამ შემთხვევაში წარმოადგენთ პოლიტიკური პარტიები. ანუ დავიწყოთ იქედან, აი რა ვიცი, შეიძლება იყოს კვლევები, დღეს 21 საუკუნეა და შუამავალიც აღარ ჭირდება. თუ ადრე რაღაც კომუნიკაციისთვის საქართველოს მოქალაქეებთან საჭიროება წარმოადგენდა შუამავლები, რაღაცა კვლევითი ორგანიზაციები, მე ეს კვლევითი ორგანიზაციები კიდევ ვიღაც ქვეკონტრაქტორებს ქირაობდნენ, ის ქვეკონტრაქტორები კიდევ ვიღაც თანამშრომლები აყავდათ, დღეს
21 საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შეიძლება უამრავი პლატფორმის შექმნა, რომ ნებისმიერ ყოველდღიურად იგებდე რა არის დაკვეთა. აი დღეს რო გათენდა. ხო და არის დაკვეთა ეს სულ ერთიანობაზე. მაგას ვამბობ, ანუ ზოგი ფიქრობს რომ არ არის ამაზე დაკვეთა და ვიღაცებს ნაციონალურობასთან ერთად არ უნდა მაგალითად. რასულ საქართველოს მოქალაქეს რა თქმა უნდა ერთი აზრი არ იქნება და ეს არის დემოკრატია, რომ აზრი უნდა იყოს სხვადასხვა, მაგრამ მეტნაკლებად შეთანხმებული აზრი რაც არის და რაც არის დაკვეთა ჩვენს მოქალაქეებში, ის უნდა შეასრულოს პოლიტიკურმა პარტიებმა. ეს კავშირი რო წყდება, მე გადადის უკვე პირადი ინტერესები, პარტიული ინტერესები, ან მე სად ვიქნები, მე თუ არ ვიქნები პირველი, მაშინ არ გავერთიანდები. ეხლა ზოგადად ვსაუბრობ, ეხლა ეს პრობლემა ძირითადად არ იდგა ხოლმე, მაგრამ აი ვიწრო პარტიული ინტერესები რომ არ იყოს გადამწყვეტი ამ პროცესში, უნდა დავეყრდნოთ თავიდან ბოლომდე დაკვეთას. რა დაკვეთაც მოდის, იმას უნდა ასრულოს. შეიძლება არ მოგეწონოს რაღაც მომენტში, დაინახო რომ მე ესე არ ვფიქრობ, მაგრამ დაკვეთა არის თუ შენ ხარ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, როგორც არის გაშიფრული, ხო? პარტია არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება. ანუ მოქალაქეების რაღაც ერთობა ხარ. შენი დაკვეთა არის კონკრეტული, იმ დაკვეთას უნდა უპასუხო. აი ეს მექანიზმები უნდა დანერგო და მექანიზმების გარეშე იმოქმედო. მაგალითად, ბევრი ფიქრობს, რომ არა, ნაციონალურ მოძრაობა ცალკე უნდა იყოს და სხვები გაერთიანება. მაგას აღნიშნავ, რომ უმრავლესობა, ანუ სრული აბსოლუტური ერთი აზრი არ იარსებებს, ხო? მაგრამ დემოკრატიის თამაშის წესი ეს არის, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში უმრავლესობით როგორი აზრიც იქნება ფორმულირებული, რავი, არჩევნების გზით უნდა წავიდეს, ქუჩის საპროტესტო აქცია უნდა იყოს, ბოიკოტი უნდა იყოს, ანუ რაც უნდა იყოს, ხო? ნებისმიერ დღეს უკვე, ანუ 80% მეტი თუ არა საქართველოს მოქალაქეების არის smartphone-ის და ინტერნეტის მომხმარებელი. ანუ ტექნოლოგიურად ხელსაწყოები არსებობს იმის, რომ პირდაპირ კომუნიკაცია გქონდეს ყოველდღიური. აი რო თენდება უკვე შენ იცოდე შენი მოქალაქე რას ფიქრობს შენზე. თქვენ რას ფიქრობთ? ხო, ნაციონალურ მოძრაობა შეიძლება იყოს პრობლემა ერთობისთვის. ვიღაცებს არ უნდათ მაგალითად. არა, ნახეთ, აი ეს ხო განსხვავებული მოსაზრებებია, მაგაზე გეთანხმებით, რომ არსებობს მოსახლეობის რაღაცა სეგმენტი, მათ შორის ოპოზიციაშიც, ვისთვისაც შეიძლება ეს მიუღებელი იყოს, რომ ნაციონალურ მოძრაობა იყოს ამ რაღაცა ერთობაში და აქეთ კიდე ვიღაცა იქნება, ვისთვისაც გახარია იქნება მიუღებელი და ასე შემდეგ. ამიტომაც გახარიამ საერთოდ თქვა, რომ არანაირ ერთობაზე არ რაც მოქნილი იქნება, ახლა ჩვენთვის მაგალითად ეს არ არის პრობლემა, რადგან უნდა იყოს პრობლემა, როცა თანხმდებით იმ საერთო რაღაცეებს, ხო, რაც არის ახალი არჩევნების პატიმრების გამოშვება და რაღაც ამ ქვეყნის დემოკრატიულ რეცეპტზე დაბრუნება. მაგრამ რაც არის ეს რაც ვასობ თქვა რომ ხალხის დაკვეთა გეთანხმები, ოღონდ ეს საკმაოდ ასე თქვა ზოგადი არის, იმიტომ რომ ამ ხალხს რო კითხო, რაც გულისხმობენ ერთობაში, შეიძლება 15 სხვადასხვა ვერსია იყოს. ამიტომაც ჩვენ უნდა შევარჩიოთ და შევთანხმდეთ იმ ვერსიაზე, რომელიც იქნება ყველაზე მუშა, კმედითი და რომელიც აი ამ ხალხის ასე თქვა, აი ამ დაკვეთას შეასრულებს, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა რაღაცა ერთ ორგანიზაციაში რო გავერთიანდეთ, ხო, ისე რომ არ შევთანხმდეთ პრინციპებზე, თამაშის წესებზე, ეთიკის წესებზე და ასე შემდეგ, ეს ორგანიზაციული ერთობა ზეგ-საღამოს დაიშლება და ეს ადამიანების ნაწილი შეიძლება ხვალ ბედნიერი იყოს ეს რომ შეიქმნას, მაგრამ ზეგ უფრო ფრუსტრირებული იქნებიან ვიდრე დღეს იყვნენ. ამიტომ ვინ ამბობს რომ არ უნდა შეთანხმება? აი საბარო უფრო მეძე უნდა შეთანხმება. უფრო მეძე უნდა შეთანხმება, იმაზე უნდა შეთანხმება, რაზე შეიძლება შეთანხმება. შეიძლება შეთანხმება იმაზე რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, არ ვეთანამშრომლებით რეჟიმს, ისე რომ თითქოს ნორმალიზაცია არის ამ ქვეყანაში და რაღაცა თქვა ვაძლიერეთ ქუჩის პროტესტს, ხო ესე? ამაზე თუ შევთანხმდები და შეიძლება რომ შევთანხმდეთ ჩემი აზრით, მაშინ ამის გარშემო შევთანხმდეთ და ამის გარშემო გავაკეთოთ ასე თქვა ეს ერთობა და შეთანხმება, მაგრამ ეხლა რაღაცა სხვა მხრივ კიდე რაღაცა გაერთიანება დავარქვათ ისეთი, რომელშიც არ ვიქნებით გულწრფელი და არ ვიქნებით რაღაც ერთფეროვნება შევეცდებით ისე რომ არა ვართ ერთფეროვნები, ეს არ მოიტანს შედეგს. ვეთანხმები იმას, რომ ხალხის დაკვეთა არის, ნახეთ, ერთიანობა ერთი სიტყვა, აი ხელოვნურად ფრაგმენტირებული და ეს უაზროდ დანაწილებული არ უნდა იყოს ხალხის უმეტესობას დარწმუნებული, ეს უნდა უბრალოდ ეხლა რა ფორმა შეიძლება ქონდეს. უმეტესობას რა, ადამიანებს უნდათ რომ ხედავდეს რაღაც ძლიერ ალტერნატივას. ძალას უნდა ხედავდეს, აი გეთანხმებით, ეს რა ძლიერი ალტერნატივა. ეს ჩვენი მოსაფიქრებელი ახლა მაგასაც ვერ მოიფიქრეთ. აი ეგ ვერ მოიფიქრეთ რა, სხვადასხვა დროს გითხარით რომ სხვადასხვა დროს ამას ქონდა სხვადასხვა ფორმა, რომელიც ასხივებდა გარკვეულ ძალას და ერთიანობას უბრალოდ ვერ შედგა. ეხლა ვერ იმუშავა ამან
აგზავნოდათ. ხო, ეხლა ამ გამოცდილებიდანაც მათ შორის ვისწავლოთ და მოდი ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რაც მე გახეთქილების ვაშლი გახდა იმ ერთობებში, რაც იყო წინა ჯერზე და ამაზე რომ შევთანხმდებით, მე უფრო ადვილი იქნება ამას ორგანიზაციული ფორმა ქონდეს და გინდ პლატფორმა დავარქვათ და გინდ ერთი სია დავარქვათ და გინდ ერთი პარტია დავარქვათ. ამიტომაც ამ გამოცდილებაზე უნდა ვისწავლოთ და მოვიფიქროთ ყველაზე ოპტიმალური ფორმა. რაც ჩვენს ეს არის. აი ეს დეკლარაციაზე ხელმოწერასაც კიდევ ერთხელ ვთქვათ, დეკლარაცია დასაწყისი არის. აი ამ შეთანხმების გამოხატვა დეკლარაციაში რა წერია ეგ ამიშოვეთ თორე რამიშოვა ფურცელის ხო რა თქმა უნდა კი ამიტომაც აქედან უნდა დავიწყოთ და მე იქნება უფრო მარტივი შემდეგ ეტაპებზე გადასვლა ამაში მოსახლეობას გამოყვება და ჩვენც ასე ვთქვათ ადვილად გავყვებით ასე რამდენად შეიძლება ვთქვათ ნაციონალიზმი აი დაანებოს თან ერთმანეთს ლაპარაკზე იფიქროს რომ ცალკე გაძლიერდეს მით უმეტეს ლიდერი ყავთ ხო ეხლა სხვა ოპოზიციურ პარტიებისგან განსხვავებით საკმაოდ ისეთი ძიმეწონიანი ლიდერი ყავთ კი ყავთ სააკაშვილის ხო მაგრამ სააკაშვილის სახით ყველობაში ხო ეხლა გასაგებად ყველებაშია ბევრს არ უყვარს ის და რაღაცა განსხვავებული მოგება მაგრამ შეძლევა იმის პოლიტიკური წონა აქვს არ უყვარს ეს არის რაღაც მოცემულობითი აზრი ანუ ჩვენ რეალურად არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის მიმართ განწყობები როგორია დღეს ქვეყანაში იმიტომ რომ მას არ ეძლევა საშუალება პირისპირ ამორჩეულთან კომუნიკაციის აი მაგალითად გამოუშვას ქართულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი ნუ ყველა პოლიტიკური პატიმარი და მისცე საშუალება ამორჩეულთან კომუნიკაციის და მე არჩევნები იქნება თუ რა გზაც იქნება გამოჩნდება არის თუ არა მხარდამჭერი ხა ის რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წლიდან არის იზოლირებული ნუ ჯერ იყო და ემიგრაციაში იყო და მე ტყვეობაში არის და მას არასდროს აი ამ 13 წლის განმავლობაში არ ქონია შესაძლებლობა ჯანსაღი პოლიტიკური მოღვაწეობის და კომუნიკაციის საკუთარ ამორჩეულთან და ის რაღაც ესე ვთქვათ პროპაგანდის მეტწილად პროპაგანდით შექმნილი აღქმები რომელიც 2012-ში იყო არის შენარჩუნებული გარკვეულწილად იმიტომ რომ პროცესი არ გაჯანსაღებულა ხო იყო ბევრი პოლიტიკოსი რომელიც რაღაცა წარმოდგენები ცუდი არსებობდა მის წინააღმდეგ მაგრამ დრო და დრო ერთ არჩევნებში მონაწილეობა მეორე არჩევნებში მონაწილეობა არჩევნთა ამორჩეულთან პირდაპირ კომუნიკაციის შედეგად შეიცვალა ანუ თუ არ ეძლევა კონკრეტულ პოლიტიკოს ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ჯანსაღი საარჩევნო კამპანიის წარმოება როგორ შეიძლება ხა ვილაპარაკოთ რომ მიხეილ სააკაშვილი ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ახალს არ მოსწონს ანუ თუ იქნება ჯანსაღი კონკურენცია და ჯანსაღი თამაშის წესები ამორჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს თუ არ მოწონს უნდა მივიდეს არჩევნებზე და მის წინააღმდეგ მისცეს ხმა თუ მოწონს მხარი უნდა დაუჭიროს ანუ ჩვენ დღეს ვიბრძვით თამაშის წესებისთვის თამაშის წესებისთვის ვიფიქრებდით რომ მოდი დავანებოთ რა სხვებისთვის ხვეწნას რაღაცას გაერთიანებაზე და ჩვენი ასე ვთქვათ ლიდერის ირგვლივ დავირაზმოთ ეს არის ჩემი ლიდერის ირგვლივ გავერთიანებთ ჩემი ესე ვთქვათ აზრი პერსონალური ივანიშვილის ესე ვთქვათ ამ ვერტიკალური მართლობის დამარცხება შესაძლებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ჰორიზონტალური პოლიტიკური პლატფორმებით. იმიტომ რომ მას აქვს კაფიოთ აწყობილი, ასე ვთქვათ, პირამიდა ოლიგარქიული, რომელიც ეფუძნება მისი ძალაუფლება ეფუძნება ფულს და თუ შენ ახლა ამ პირამიდის საწინააღმდეგოდ გინდა რომ ისო პირამიდა შექმნა, მაშინ იმაზე მეტი ესე ვთქვათ, ძალაუფლება ქონდეს უნდა ვალუტაში გამოსახული და მინიმუმ თამაშის წესები თანაბარი უნდა იყოს. შენ ციხეში იყო და თუნდაც ფული ქონდეს და ის გარეთ იყოს და მის ხელში იყოს მთელი სახელმწიფო აპარატი გიჭერდეს, გცემდეს, წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს ზოგადად საქართველოში კი არა, მთელ სოფლიოში ხდება სერიოზული რევოლუცია პოლიტიკურ პროცესებში. ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ავტორიტარიზმი სოფლიოში დასრულდეს ყველგან. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ინტერნეტის გათიშვით, წარმოუდგენელია რაღაცა ხელოვნური პრობლემების შექმნით, ჩაახშო ის ხმა, რომელიც არის ხალხში. ამიტომ ვასო ურუშაძე, ნაციონალ-მოძრაობიდან და დავით ჟავანაძე კოალიციას ცვლილებისთვის წევრი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. რეზიუმე მე გემშვიდობებით თორშაბათამდე. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ორშაბათამდე გემშვიდობებით. რამდენიმე დღე არ ვიქნები და ჩემს ვაგურად ჩემი კოლეგები გაუძღვებიან გადაცემა რეზიუმეს.